ეფრემი. შენ რა თქმა უნდა ედესის ეკლესიის დიაკნის ეფრემის საქმეთა შესახებ გაგონილი გექნება. იგი ღირსია, რომ მისი ხსოვნა კეთილმორწმუნე ქრისტიანთა გულებში არასოდეს გაქრეს. სულიწმიდის მადლით ახსილ დიაკვანს ჭეშმარიტი საუფლო გზიდან არასოდეს გადაუხვევია. რისთვისაც იგი ბუნებრივი ცოდნის მადლით დაჯილდოვდა, რომელსაც თან ღვთისმეტყველება, ხოლო ბოლოს კი ნეტარება მოსდევს. წმინდა ეფრემი გამუდმებით განმარტოვებულ ცხოვრებას ეწეოდა და მასთან მისულებს მრავალი წლის განმავლობაში ბრძნულად მოძღვრავდა. ბოლოს კი სენაკი შემდეგი მიზეზის გამო დატოვა. ერთხელ ქალაქ ედესაში ძლიერი შიმშილობა ჩამოვარდა. ბერი ღარიბი მოსახლეობის მიმართ სიბრალულით აღივსო, რომლებიც შიმშილით იხოცებოდნენ. სენაკიდან გამოვიდა, ედესის მდიდარ მოქალაქეებთან მივიდა და უთხრა: რატომ არ გეცოდებათ მომაკვდავი ხალხი და თქვენ სიმდიდრეს თქვენივე სულის სასჯელად რატომ ალპობთ? წარჩინებულებმა ვითომ შესაფერისი და საპატიო მიზეზი მოიგონეს და ეფრემს უპასუხეს: ჩვენ ვერავინ ნახეთ ისეთი, რომელსაც მშიერთათვის პურის დარიგებას ვანდობდით, რადგან ყველა ვაჭრობით არის დაკავებული. ვაჭართა შორის კი ღირსეული კაცის პოვნა მეტად ძნელია. ღვთისმოსავმა ეფრემმა იკითხა: ჩემ შესახებ რას ფიქრობთ? მე ვინ გგონი ვართ? ჩვენ ყველას ღვთის კაცად მიგვაჩნი ხარ. აბა, უპასუხეს ედესელებმა. ეს მართლაც ასე იყო, რადგან ყოველი მათგანი წმინდა ეფრემს უდიდეს პატივს მიაგებდა. თუ კი თქვენ მართლაც ასე ფიქრობთ, უთხრა წარჩინებულებს ქრისტეს მსახურმა, მაშინ ხარბი ადამიანების მოკლა მე მომანდეთო. აპარტავანმა მოქალაქეებმა უპასუხეს: ო, წმინდა მამაო, თუ კი ღირსად ჩავგვთვლი. მას ასე, დღეიდან მე თქვენს მიერ ღარიბებზე მზრუნველად ვარ დადგენილი, თქვა უფლის რჩეულმა. მდიდრებს ვერცხლი გამოვართვა და იმ ფულით მრავალოთახიანი შენობები მოაწყო, რომლებშიც 300-მდე საწოლი მოათავსა. ამ თავშესაფრებში კეთილშობილი ბერი შიმშილითა და სნეულებებით ტანჯულ ედესელებს ათავსებდა. მამობრივი სიყვარულით უვლიდა და ჰკვებავდა მათ, ხოლო დაღუპულებს კი წესისამებრ აპატიოსნებდა და მარხავდა. ერთი სიტყვით ყველა უპოვარი და მშიერ მწყურვალი, ვინც კი ღვთივსათნო მამას მიაკითხავდა, თავშესაფარს საკვებსა და მზრუნველობას იღებდა. ამგვარ ღვაწლში ერთი წელი გავიდა და მალე უხმოსავლიანი შემოდგომაც დადგა. ხალხმა შიმშილს თავი დააღწია და ყველა თავთავის კერას დაუბრუნდა. ხოლო სახელოვანი ეფრემი რაკიღა მისი ედესაში დარჩენა უკვე აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა, კვლავ თავის სენაკს დაუბრუნდა. ერთ თვეში აღესრულა კიდეც და ნეტარ სამკვიდრებელში დაიბადა.